ოცნების რეალური ამბავი. ჩვენ დავიბრუნეთ ქვეყანა. აღვადგინეთ ძალადობა და უსამართლობა. ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა საზარელი ტყუილით. ხრაბის ბავშვი მოკლეს როგორ კლავს ოცნება? ვიხოცავენ შვილებს, ვიხოცავენ. ეს თავრობამ და ჩამოიშალოთ. ძიო, დარია უკვე, უკან დახევა არ არის. არ არის, ყველა კარზეა მისული ესა, ყველა კარზე. გაგრძელებთ აქციების გაგრძელებას გეკმაოთ ბატონო ჯუბე. გავაგრძელებ სანამ ცოცხალი ვარ, სანამ სიმართლეს არ გავარკვე. მე პირადად ესეთი შვილი მომიკლა, თავრობამ მომიკლა. ნაირად გაუბედურებულ ოჯახებს. მე აქ მოვედი მომიყარა ჩემმა გაჭირვებამ, ჩვენი ოჯახის გაჭირვებამ, ჩვენი ახლობლების გაჭირვებამ. ჩვენ ყველა აქ ვართ. 2016 წლის 1 აგვისტოს აეროპორტში მიდიოდა ზურა ხუთიშვილი ბავშვი, რომელიც სამართალ დამცავმა მოკლეს და 3 აგვისტოს ტყვარმა გამოიღა. დღემდე სამართალი ვერ გვიპოვია. ვეძებთ სამართალს და სამართალს ვერ პოულობ. დიდუბე ჯუღურეთის პოლიციამ, გამომძებელმა დავით პოპიაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საქმე არ გამოძიებულიყო და დაფარულიყო. დიდუბე ჯუღურეთის პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საქმე დამალულიყო. დღემდე ვეძებთ სამართალს და თქვენ გვიგულეთ თქვენს გვერდით, ყველა შვილმკვდარის, ყველა მოკლულის გვერდით და ზურა ივაშვილის ახლობლები საქართველოში არ იმყოფებიან. მალე ისინი შემოერთდებიან ამ აქციას, მისი ოჯახი. მადლობთ. მე ორჯერ მომიკვლიეს შვილი. როგორც მათი შვილები, ჩემი შვილიც მოკლეს სასტიკად. მეც მომიკლეს 16 წლის შვილი, ჩემი ათულიკო შვილი მომიკლეს. მიწამეს და ისე მომიკლეს. შვილი მომიკლა ჩვენი რაიონის პოლიციელმა. შვილი მომიკლეს ახალაზე. შეგერეს საქმე. მე შვილი მომიკლეს. 2 года назад убили моего сына. Перед моими глазами. 2014 წელს 2 დეკემბერს მეც როდანის ციხეში სასტიკად მომიკლეს ჯალათებმა შვილი. შინკლარი мама. 3 წელიწად ნახევარია. ვეძებ სამართალ და ვერ ნახევ. მესამე წელიწადია შვილი მომიკლეს და სამართალი ვერ ვხვე. ბავშვი სტადიონზე გაუჩნდა თამაშო და ჩემო უფროსმა ბიჭმა მკვდარი მომიყვანა სახში. შვილი იქ მომეწდა და გზა ვერ მიპოვე 2 წელია. 1 წელი 3 თვეა. ხალხო ვეძებ ჩემი შვილი არ ცოცხალი, არ მკვდარი. რა აქ იმიტომ რომ მე მომიკლეს მა. შეიძლება ასეთი შვილები მოვიკლან და ვიყოთ წყნარ. ვიბრძოლო. ყველა შვილები ვიბრძოლო. არა გვყავს ჩვენ საქართველოში ასეთი მასკაცები დასაკარგები ხალხო. ის მერმა ჟურნალისტებთან განმარტა მთავარ არხს ტელეკომპანია პირველს ფორმულასა და მის მთავარ ოპონენტებს მალე სიმართლის მუშტი მოხვდებათ. სხვა ჩვენ არაფერს ზედმეტს არ გავაკეთებთ, არაფერს ზედმეტს არ ვიტყვით. ეს მუშტი მოხდება ყველა სკუპში. მე მინდა ერთი რაღაცა თქვა იმ ხელისუფლებამ, რომელმაც 9 თვის რაფალიანცი გაიმეტა იმის გულისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო, მე ასეთი ხელისუფლებიდან არაფერი არ მიყვარს. მინდა ერთი რაღაცა თქვა და თქვენ მოგიწოდეთ. გამოფხიზდით, ყოთ, გაახილეთ ფართეთ თვალები და დაინახეთ ყველაფერი, რაც დასანახი. ქვეყანა აღარ არსებობს. მკვლელი ხელისუფლებაა ხახო.